ჩაწერეთ 18% 10 წილადის და გამარტივებული წილადის სახით. მოდი დავწეროთ ჯერ 18%. 18% და რას ნიშნავს საერთოდ ეს? 18% რა არის? 18% სიტყვით მოდი რომ დავწეროთ 18%. სიტყვით ნიშნავს 18 100-დან. ანუ ყოველ 100-ში 18 100-დან. ანუ 100-ს არის შედარებული რაღაცნაირად. ეს ნიშნავს პროცენტს. ანუ როცა გვეუბნებიან 18%, პრაქტიკულად გულისხმობენ 18 გაყოფილი 100-ზეო. იმიტომ რომ 100-დან 18 შინაარსი არის ეგ. ესე იგი, ეს სხვაგვარად რა არის? ეს არის 18 100-დი. 100-დი. და 18 100-დის ჩაწერა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 10 წილადის სახით, ეს არის 0.18. ხო? ესე იგი 0.18 100-დი არის 10 წილადის სახით ჩაწერილი 18%. იმიტომ რომ პროცენტი ნიშნავს 100-ს. ანუ ყოველ 100-ში აი ამდენიო, ამ შემთხვევაში 18. კარგი. ახლა 18 100-დი არის ასევე წილადი, მაგრამ ჩვენ გამარტივებულ წილადს გვთხოვენ და გამარტივებული წილადი რა იქნება? უნდა მოვძებნოთ მრიცხველიც და მნიშვნელიც, რამეზე თუ იყოფა ერთსა და იმავეზე და თუ იყოფა გავყოთ, ხო? 18 არის ლუწი, 100 არის ლუწი. ესე იგი ლოგიკურად ორივე გაიყოფა 2-ზე. მაშინ ორივეს თუ გავყოფ 2-ზე, მეცადე მოდი ესე ვიზო, აი ესე, გაყოფილი 2-ზე ორივე. მაშინ რა გამოვა? ზემოთ დაგვრჩება 9, ხოლო ქვემოთ დაგვრჩება 50. ახლა 9 და 50 ერთის გარდა არაფერზე არ იყოფა ორივე. ანუ ორივეს საერთო გამყოფი ერთის გარდა არ აქვს, უფრო დალაგებული ქართულით რომ თქვა. ესე იგი 9.50 არის ის რაც გვთხოვეს. ანუ 9.50 არის ჩვენი გამარტივებული წილადის სახით ჩაწერილი 18%. და ზოგადად პროცენტი რომ დავიმახსოვროთ რა არის. ეს არის, აი მე დავწერ 18%. ეს არის 100-დი. პროცენტი პირდაპირ გულისხმობს 100-ს. თუ დაინახეთ პროცენტი, ეს პრაქტიკულად არის იგივე რაც, აი აქ რა რიცხვიც გიწერია, ეგ გაყოფილი 100-ზე. მაგის მთელი შინაარსი არის ეგ. ან შეგვიძლია ასეც დავიმახსოვროთ, რომ 18% თუ გვაქვს, ეს იგივეა რომ დავიწყოთ 18-ით და შემდეგ 10 წილადის წერტილი გადავიტანოთ 1 და 2, 2-ით მარცხნივ. ანუ აი აქ. ანუ მივიღოთ 0.18. ანუ 0.18 100-დი, როგორც აი აქ მივიღეთ. ესე იგი პროცენტი არის თურმე იგივე რაც 100-დი.